არა. ახლა ვერ შევძლებ. არჩევნის საშუალებას არ გაძლევ, ეს მნიშვნელოვანია. ახლა ეს სუდი იყო. თუ უპასუხებდი, მაშინ რომ მიხდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო. ჩემს საფარს გავაფუჭებდი, მაგრამ ის უკან არ იხევდა. ვიცოდი რაც შემდეგ მოხდებოდა, კარგი არ იქნებოდა. ჩემი მიკროფონი არ არის შეერთებული, მაპატიე. შეგიძლია შეერთო? ბოდიში ის არ მუშაობს. ლიანი მოწყობილობა გაფუჭებულია. შენ მემატყუებ. რატომ? იცი რა მოსდით მატყუარებს? არა. კეფიცები არ გატყუებ. კარგი, მოგვიანებით ვილაპარაკებთ. კარგი. ჩვენ ძლივს ავიცილეთ თავიდან კატასტროფა და ცოტა ხნით მართლა ისე იქნებოდა თითქოს საბოლოოდ უსაფრთხოდ ვიყავი. არ ჩავარდი, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა იმ მომენტში, როდესაც ხელახლა შევუერთდებოდი სერვერს. იმ მომენტში, როდესაც ხელახლა შევედი. ესერად მიიღე კიდევ ერთი შეტყობინება, მაგრამ ამჯერად ვიღაცისგან, ვისაც არ ვიცნობდი, ვიღაცისგან, ვისაც არასდროს ველოდებოდი. ჰეი, პასუხს რატომ არ მიბრუნებ? გამარჯობა, გამარჯობა. მიპასუხე. ვიღაც ვინც არასდროს მენახა, გააფრთხებული მწერდა. აუ, გამარჯობა. ბოდი შავკაზე ვიყავი. კარგი არა უშავს. აქ ახალი ხარ? რამდენი წლის ხარ? 12 შენ? მეც. გინდა მეგობრები ვიყოთ? კარგი. მე დაგეხმარები, რადგან შენ აქ ახალი ხარ. ტელეგრამზე დამამატე. ტელეგრამი რა არის? WhatsApp-ი გაქვს? ან სიგნალი? არა. აბა საერთოდ რა ჩემაღლა გაქვს? იდეკ. გინდა სხვა რამე ვცადო, ამან სერვერი დატოვა. ახლა თავიდან შეიძლება თითქმის სასაცილოდ მოგეჩვენოთ. რაღაც შემთხვევითი ტიპი უბრალოდ ბრაზდება და ტოვებს თამაშს, რადგან სწორი აპლიკაციები არ მქონდა, მაგრამ ეს ერთის საუბარი რეალურად ბევრად უფრო ავის მომასწავლებელია, ვიდრე შეიძლება ხდებოდეთ. ხედავთ მას შემდეგ, რაც ჩემს ასაკზე მოვიტყვე, მან დაიწყო კითხვა, რომელი აპლიკაციები მქონდა თავიდან. ეს საკმარისად უდანაშაულოდ ჩანდა, მაგრამ სწორედ შემდეგ მივხვდი, ეს არ იყო უბრალოდ ნებისმიერი შემთხვევითი აპლიკაციები. ტელეგრამი, WhatsApp-ი, სიგნალი. ყველა აპლიკაციას აქვს მხოლოდ ერთი საერთო, რაც პრაქტიკულად არცერთ სხვა აპლიკაციას არ აქვს. ეს აპლიკაციები ყველა დაშიფრულია, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ყველა პირადი შეტყობინება და საუბარი დაშორებულია საჯარო სერვერებს, ან მოდერაციას ისეთ ადგილებში, რომელთა მოვიდევნება თითქმის შეუძლებელია. ხო, ალბათ შეგიძლიათ მივხვდეთ, რა მიზეზი მოუნდებოდა ვინმე საუბრის იქ გადატანა. ეს პლუსი ის გზა თუ როგორ აგრძელებთ გაღიზიანებას და გაბრაზებასაც კი ჩვენ მიერ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. ხო, ეს არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი 11 წლის ბავშვი. ეჭვი აღარ არსებობდა. ჩვენ ახლა ხან პირისპირ შევხვდით ნამდვილ პრედატორს, მტაცებელს და მიუხედავად იმისა, რომ ეს შემაშფოთებელი იყო, ეს არის ზუსტად ის, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვეძებდი. ვიფიქრე, რომ საბოლოოდ მოვრჩით. ამიტომ წავედი ჩვენს მეგობარ დეივისთან მესიჯის მისაწერად და ჩვენი აღმოჩენების გასაზიარებლად. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი საბოლოოდ სრულდებოდა, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ ეს ყველაზე შორს იყო სიმართლისგან და რეალური ისტორია მხოლოდ ახლა იწყებოდა. დეივ, დიდი ახალი ამბავი მაქვს მთელი ფინესტის საქმესთან დაკავშირებით. დეივის მივწერე ახალი ამბავი, მან თითქმის მყისიერად მიპასუხა. რა? რას გულისხმობ? მოკლედ ხელახლა შეუერთდი სერვერს ყალბი აკაუნტით, რომ არ ვცოდნოდოთ, ეს მე ვიყავი. მოიცა რა? ო, შეუერთდი სერვერს და შევძელი ფინესისა და ეს ერთი სხვა ტიპის მოტყუება. ჩემთან საუბარში ფინესის დისკორდიც კი ჩავიგდე ხელში. ხო, მითხარი რომ ხუმრობ. არა, რას გულისხმობ? გითხარი რომ აღარ გეცადა მათზე გასვლა. რაიმე შეამჩნიეს? რაიმე იეჭვეს? არა, საერთოდ. დარწმუნებული ხარ? შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა მოხდება თუ ისინი გაიგებენ? არა, სერიოზულად მომისმინე. ხო, შეწყვიტე მასთან მესიჯობა და საუბარი, კარგი? სერიოზულად ვამბობ, შენ არ იცი რისი უნარი აქვთ მათ. ღმერთმა დაიფაროს თუ გაიგეს, ესენი არ არიან უბრალო ადამიანები. რას გულისხმობ? უნდა მომისმინო, ერთი შეცდომით დაშვების უფლებაც კი არ გაქვს. წარმოდგენი არ გვაქვს, რამდენად საშიშია ეს. საერთოდ ხვდები რა საკეთებ? უბრალოდ შუმად იყავი ამიერიდან. არა, მე არ ვაპირებად ფხილებას, არ ვაპირებად გაჩუმებას ამაზე. არა, შენ არავის უთხრა, არც ერთ ადამიანს არასდროს, სერიოზულად ძმაო. კარგი ძმაო, დამშვიდდი. შენ ნამდვილად არ გესმის რა გააკეთე ახლა ხან ხომ ასეა? ვერ გაიგებ.
მისი სიტყვებით ნაგურებივით დამეცა უბრალოდ რატომ იყო ის ასე აღევლებული ამის გამო ის ისე იქცეოდა თითქოს რაღაც მიუტევებელი ჩავიდნენ როცა რეალობაში ყველაფერი რაც გავაკეთე იყო უბრალოდ Minecraft-ის სერვერზე შესვლა ჩემთვის ეს სრულიად უწყინარი ჩანდა მაგრამ პანიკა მის ხმაში რეალური იყო ის არ იგრძნობოდა თითქოს ზედმეტად დრამატული იყო ან აზრიადებდა იმ დროისთვის როცა მე და დევი კამათი შევწოდეთ უკვე საკმაოდ გვიანი იყო ამიტომ გადავწყვიტეთ დამესრულებინა დღე და დასაძინებლად წავსულიყავი თავს უდად ვქნოდი იმის გამო თუ როგორ დავასრულე საუბარი და ვიფიქრე უბრალოდ დილით თუ მიწერდი ბოდის მოსახდელად მაგრამ მხოლოდ რომ ცოდნოდა რაზე გამეღვიძებოდა სულ რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ დილის დაახლოებით 6 საათი იყო, როდესაც შეტყობინების ერთმა ხმამ გამამაღვიძა. მე მყისერად თავიხე ტელეფონი და განვბლოკე, რომ მენახა ვინ ჯანდაბამ წერდა ასე ადრე. თუმცა ტექსტურ შეტყობინების პოვნის ნაცვლად მივხვდი, რომ რეალურად მივიღე ელექტრონული პოსტა, ემაილი. მელი გამომგზავნისგან ვის სახელსაც ვერ ვცნობდი. დაბნელულმა გავხსენი მაილის აპლიკაცია, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ და დავიწყე შეტყობინების კითხვა. ვფიქრობდი, რომ ეს სავარაუდოდ უბრალოდ სპამი იყო. გამარჯობა. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის მიხეილს ვაცდებ კეთილი განზრახვითაა, თუმცა ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეეჭირო ეს საქმე. წარმოდგენა არ გაქვს რა შეიხვევი ან რა სახის საფრთხეში ხარ. შეწყვეტე სპექტაკლი რაც გაქვს, ვერავის ატყუებ. ჩათვალე შენი პირველი და საბოლოო გაფრთხილებაა. ვიდეონებს შენივეს ასიკეთოთ, რომ ეს შეტყობინება საკმარისი იქნება. Godspeed, ჩემპიონო. ახლა უკვე სრულიად ფხიზლად ვიყავი ეკრანზე არსებულმა სიტყვებმა ჩემი კანი ააცახსახა. თითოეული ხაზი ისე იყო დაწერილი, თითქოს ვინმე ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა. თითქოს გრძნობდი თვალებს ჩემზე, ჩემი გული უფრო და უფრო ძლიერად ფეთქავდა. წუთში მილიონმეზე მეტი სიჩქარით. იქნებ უბრალოდ პანიკიური ვიყავი, თუმცა ყველაზე ცუდი ნაწილი ის არის, როგორ გაიგეს ჩემი ელფოსტის მისამართი, როგორ გაიგეს რომ მე ვიყავი აკაუნტის უკან. ვცადე უფრო ახლოს დათვალიერება იქნებ რამე გამომრჩა იმეილში, ან თუნდაც თავად გამომგზავნში, მაგრამ არანაირი მინიშნება არ იყო. არც ერთი მტკიცებულება იმისა თუ ვინ იყო ეს ან საიდან იწოდნენ. მაშინვე წავედი დეივისთან, მესეჯი მისაწერად. არა მხოლოდ წუხანდელი ამბის გამო ბოდის მოსახლედ, არამედ ახლა ამ იმეილი საჩვენებლად და საკითხავად თუ რა უნდა გამეკეთებინა. ზე რომ როგორც ყოველთვის გავხსენი დისკორდი, წავედი ჩვენ DM-ისკენ, მაგრამ სწორედ მაშინ შემოჩნია რაღაც უცნაური. დეივის ყველა შეტყობინება გამქრალი იყო, წაშლილი იყო. ეს უცნაური იყო, კვლავ შემეძლო ჩვენი DM-ების გახსნა, მაგრამ ყველაფერი რაც მან ოდესმე გამოეგზავნა თითოეული შეტყობინება, თითოეული სიტყვა გაუჩინარებული იყო. ვფიქრობდი რომ ეს უბრალოდ რაღაც ბაგი იყო და დავხურე აპლიკაცია და ხელახლა გავხსენი, მაგრამ მაინც ყველაფერი გამქრალიყო და სწორედ მაშინ მივედი გულსაკლავ რეალიზაციამდე. ეს არ იყო უბრალოდ შეტყობინები, რომლებიც წაიშალა, არამედ მისი მთელი Discord აკაუნტი. როგორც ჩანს, მან მისი დეაქტივაცია მოახდინა, მაგრამ რატომ უნდა წაიშალა თავი პლატფორმი და სრულიად ღამით. არანაირი გაფრთხილება, არანაირი ახსნა გამარტება. ეს ყველაფერი ძალიან სპონტანური იყო. მე მყისიერად გადავედი ფორუმის საიტზე, იმ საიტზე, სადაც პირველად შევხვდით, მქონდა რომ იქ მაინც მიპასუხებდა, მაგრამ რაც აღმოაჩინე ბევრად უარესი იყო. მისი ფორუმის აკაუნტიც გამქრალიყო. არა ბროკირებული, არა შეჩერებული, წაშლილი. თითქოს ის საერთოდ არც არასდროს ყოფილა იქ. პირველ ადგილზე ახლა უკვე ვიცოდით რომ რაღაც ხდებოდა. მე ვიცნობდი დეივის უბრალოდ ასე არ გაქრებოდა არც საიდან. ეს ზედმეტად მოულოდნელი იყო. არანაირი დამშვიდებება, არანაირი გაფრთხილება, არც კი საბოლოო შეტყობინება. ეს საერთოდ არ გავდა მას და სანამ ვცდილობდი გამერკვია რა შეიძლება დამორთმევა დეივის, ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი ახსნა შემოვიდა. ის რომლის თქმაც კი არ მინდოდა. დეივი უბრალოდ კი არ წასულა, ის აიძულეს და დაფიქრდით ამაზე. მისი ყოველი კვალი გაქრა ასე უბრალოდ და არა მხოლოდ ერთ პლატფორმაზე, ან აკაუნტზე, არამედ ყველაფერი თითქოს ვიღაცამ განზრახ წაშალა. ყოველი კვალი იმისა რომ ის საერთოდ არსებობდა, მაგრამ მე საბოლოოდ მივხვდი, ეს ახსენდა რატომ არის ასე ცოტა ინფორმაცია ფინესზე და რატომ არა ვისაუბრობს სერვერზე. რომ კვდება ან სრულიად ქრება თითოეული თემა, რომელიც მას ახსენებს, რადგან ნებისმიერი ვინც იწევს 900 ან თუნდაც ახსენებს მას, იხურება, პოსტები ქრება, აკაუნტები იშლება, ინფორმაცია გადაიწერება. ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითობა, ეს იყო კტეიმენტი. რომელიც ჩვენს თვალს იხდებოდა, ახლა მივხვდი რა დაემართა დეივს. ის უბრალოდ კი არ წასულა, ის გააჩუმეს, ის მოაცილეს, ის წაშალეს და პირველად ვაღიარებ შემეშინდა. ვიყავი დაბნეული და რაც ყველაზე მთავარია, ახლა უკვე მარტო ვიყავი. ვინაიდან დეივი უკვე წასულიყო, ეს ნიშნავდა, რომ დარჩენილიყო მხოლოდ ერთი საბოლოო კვალი. ელფოსტა, კონკრეტულად კი ის თუ ვინ გააგზავნა იგი. Jetson Post 6. წარმოდგენა არ მქონდა ვისვე ეკუთვნოდა იგი. ეს შემთხვევით სიტყვების არევს გავდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უცნობი იყო, ეს არ ნიშნავდა, რომ უსარგებლო იყო. ეს იყო ბოლოს შესაძლო ინფორმაციის ნაწილი, რომელიც
ამ საქმეში იყო დარჩენილი. ამიტომ დავიწყეთ ხა. დავიწყეთ ჯეისონ ფოსის ძებნით და მისი ყოველი ვარიაციით, რაც კი შეიძლება მომიფიქრებინე Google-ში, Instagram-ში და Twitter-ში. თითქმის ყველა პლატფორმაზე, სადაც კი შეიძლებოდა ეს იუზერნეიმი არსებობდეს და გასაკვირად სულ რამდენიმე წუთის შემდეგ რეალურად ვიპოვე რაღაც. Reddit-ზე ყველა სხვა ადგილიდან გამორჩეულად J. Haydon Post Tricks და მიუხედავად იმისა, რომ ის ზუსტად ის არ იყო დაწერილი, როგორც ელფოთის მისამართი, მაინც ჩავთვალე, რომ საკმაისად ახლოს იყო და ცდად მიხილდა. მაგრამ სანამ შევამოწმდი აკაუნტის პოსტების ისტორიას, რათა დარწმუნებულიყავი, რომ ეს არ იყო უბრალოდ რაღაც უცნაური დამთხოვა და რეალურად იგივე ადამიანი იყო, ვინც დამიმეილა, ვიპოვე რაღაცებსაც არ ვიყავი მზად და ეს იყო ბევრად ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენა და სანამ გავაგზელებ, თავს ვალდებულად ვთვლი აღვნიშნო, რომ მესაც ახლა ვაპირებ, გაჩვენოთ საერთოდ არაფერი არ აქვს თამაშთან. ეს სცილდება Minecraft-ზე, ეს სცილდება RGB-ს, სცილდება ყოველივე ამას, რაც მე ვიპოვე გადადის რეალურ ცხოვრებაში და ეს ნამდვილად დასაზარელია. თუ მგრძნობიარე ხარ ამ თემების მიმართ, შემოგთავაზებ სიფრთხილით გააგრძელოთ პირველი პოსტი, რომელიც გავხსენი ამბობდა: გამარჯობა, მე 11 წელს ვარ და ცოტათი მოწყენილი ვარ ამ ღამით. ჩემი შოვლები სახში არ არიან და არავინ მყავს სალაპარაკო. რომელიმე უფროს ბიჭს ხომ არ უნდა ჩემი თან მესიჯობა. უბრალოდ მივარსებდი ეკრანს წამით. დაბნეული ვცდილობდი გამერკვია რამე ხომ არ გამეგო არასწორად, მაგრამ ქვემოთ ჩამოსკროლე და კიდევ ერთი იყო და მერე კიდევ ერთი. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა რაღაც უცნაური ხმარება, რაღაც უცნაური Reddit ტროლი, მაგრამ რაც უფრო მეც ვსრულავდი, მით უფრო მიჯდებოდა კუჭი, რადგან ეს არ იყო უბრალოდ რამდენიმე პოსტი, იყო ათეულობით, არა ასეულობით, ყველა ზუსტად ერთნაირად დაწერილი. ყველა თავს ასახებდა პატარა ბიჭას, საუბრობდა ისეთ თემებზე, როგორიცაა ღამის თევა, გარე თამაში, ვიდეო თამაშების სკოლა და გასაკვირად თითოეული მათგანი ყველა ერთნაირად მთავრდებოდა. ერთგვარი მიწვევით უფროსი მამაკაცებისთვის, რომ მიეწერათ მათთვის პირადად და სწორედ მაშინ გახდა ყველაფერი კიდევ უფრო უარესი. როდესაც შევამოწმე სულ Reddit-ი, სადაც ეს პოსტები იყო განთავსებული, მივხვდი რაღაცას, რამაც გამყინა. ეს არ იყო უბრალოდ ის. მთელი Reddit-ი სავსე იყო ასეთი პოსტებით, აკაუნტის მიყოლებით, ყველა როლურ თამაშს თამაშობდა როგორც პატარა ბავშვები. ყველა წერდა ერთსა და იმავე შეტყობინებებს, ყველა როგორც ჩანდა ერთ და იმავე მიზნისთვის. ჩემი თავდაპირველი ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ რაღაც უცნაური ხმარება იყო, აშკარად მცდარი აღმოჩნდა. უფრო გავდა რაღაც ავადმყოფურ მიწისქვეშა ქსელს.